გამარჯობათ მეგობრებო. დღეს მანქანიდან არ ჩაგერთვებით, ცოტა განსხვავებულად ჩავერთე, იმიტომ რომ რისი დროს დასაშვალებაც მაქვს. იქიდან გავდიოდი და რაღაცაზე მინდოდა საუბარი. მოდი დავარქვათ საუბარი იმაზე, თუ რამდენად ხშირად software ინჟინრები არ ასრულებენ პროექტებს. რაც ნიშნავს, რომ ვიწყებთ რაღაცა პროექტს, რომელიც არის ჩვენი მიზნებისთვის, ჩვენი პერსონალური პროექტები, თუნდაც რაღაც სასწავლად ან თუნდაც რაღაც იდეა გვაქვს. მაგრამ ხშირ შემთხვევაში ამას არ ვასრულებთ. არ ვამთავრებთ და შუაში მივატოვებთ ხოლმე, ხო? აი მაგალითად ახლა ჩემ GitHub-ს რო გავაკვირდეთ. რაღაცა პეტერნივით ნახავთ, რომ არის პროექტები, რომელიც არ დამისრულებია ადრე. მაგრამ რაც უფრო დრო მიდის და წინ დროში მოვდივართ, წარსულში უფრო მეტ პროექტს არ ვასრულებდი, მაგრამ რო ნახოთ ახლა ჩემი რეპოზიტორების სია, ხო? ეს მიმდინარე პროექტია, რომელზეც მუშაობ, გუშინ დავაკომიტე, მეგონი თუ გუშინ წინ ბოლო კომიტი, ხო, 5 დღის წინ, არა. 2 დღის წინ დავამატე დოკუმენტაცია, 5 დღის წინ რაღაცა ბოლო კოდის ფიქსი გავაკეთე. ეს დასრულებული პროექტია, ეს ჩემი ბლოგია, ეს ჩემი dot ფაილებია, ეს დასრულებული პროექტია, 5 თარი ამიღია. ეს დასრულებული პროექტია, ეს მიმდინარეა, მაგრამ ბეტა ვერსია მზად არის და ამას დავაპაბლიშებ. ეს მიმდინარე პროექტია, ეს უბრალოდ სატესტოა, რომელიც არ გავაგრძელე. ესეც, აი ხედავთ, რაღაცეები არის, რაც დასრულებულია, დაუსრულებელი, ბევრია და დაუსრულებელი. მაგრამ არის პროექტები, რომელსაც ვასრულებ. ხო? ანუ რაღაცა წინსვლა მაქვს, მაგრამ ადამიანები ხშირ შემთხვევაში პროექტებს შუაგზაში მიატოვებენ ხოლმე. ეს არის ძალიან ცუდი ჩვევა და ყოველთვის ჯობია რაღაცა ვერსიაზე მიიყვანო, თუნდაც 0.1-ზე მიიყვანო და მე დაასრულო. ვიდრე შუაგზაში მიატოვო. იმიტომ რაღაც პონტში შეიძლება და რაღაც მომენტში შეიძლება გაგრძელება მოგინდეს და ჯობია რაღაცა checkpoint-ი ქონდეს დასმული. ან შეიძლება ვიღაცა დაინტერესდეს შენ და ნახოს. და ზოგადად ცუდი red flag-ია, როცა პროექტებს არ ასრულებ რა. რაღაცას ნიშნავს, რომ რაღაცის დასკვნის გამოტანა შეიძლება მაქედან. ეხლა რატო დავიწყებ დღეს ამაზე საუბარი? ეს დღეებია ძალიან ჩართული ვარ რაღაც ბანის ამბებში და ძალიან საინტერესო რაღაცები მოვიკულიე რა. ესე იგი, რამდენიმე წლის წინ, დაახლოებით 4 წლის წინ, ეს თმა ადამიანმა, ჯერემი, ხო მე მგონი, რა ვწდები. ხო, ჯარედი, უბრალოდ, ჯერედ სამნერმა გადაწყვიტა ზიგ პროგრამირების ენის სწავლა. რავი, როგორ ვსწავლობთ ენებს, ხო? ანუ რაღაცა პროექტებს ძირითადად ვაკეთებთ ხოლმე, ხო, ვიწყებთ რაღაცას და რაღაც პროექტს ვაკეთებთ. ჯერედ მას ცადა, რომ მოდი, რატომაც არა, let's write JavaScript runtime. მოდი დავწეროთ JavaScript-ის runtime, იმიტომ რომ zig-ს ვსწავლობ და რავი, JavaScript-ი ასტამანდა Stripe-ში მუშაობდა. და დავიწყოთ JavaScript-ის runtime-ის წერა. რავი, რატომ უნდა მოგინდეს, არ ვიცი, მაგრამ მოუნდა, საინტერესო პრობლემა იყო მისთვის და წერა JavaScript-ის runtime. ბევრი runtime არსებობს ალბათ JavaScript-ში, მაგრამ მეც ვიცი ყველაზე პოპულარული და გამოყენებადი არის Node.js-ი და ბანს აქვს Node-ის საპორტი. მე მოდის Deno, რომელიც ცოტა კომერციულია, იმიტომ რომ Ryan Daly შექმნილია Deno და ისე enterprise plan-ი აქვს და უბრალოდ cloud server-ისთვის არის უფრო Deno, მე როგორც წარმომიდგენია და არის ბანი, რომელიც არის სრულიად non-profit-ი, ხო? ანუ ყველასთვის არის უფასო. ბანმა მოახერხა და მე მგონი 7 მილიონი ban raised. მე მგონი 7 მილიონი დაარეიზა 2022-ში არ მახსოვს, ხა ვერ ვნახულობ. მაგრამ გუშინ სადღაც 7 მილიონი დაარეიზეს. 7 მილიონით ნუ გახსნეს ოფისი, სან-ფრანცისკოში აიყვანეს ვიღაც დეველოპერები და მუშაობდნენ. და თვითონ, ესე იგი, ამ ჯერედს ქონდა ეს პერიოდი, ანუ აი ამ 7 მილიონიანი
პერიოდი თვითონ დაწერა რომ ანუ Twitter-ზე დაწერა რომ 100,000 დოლარი ქონდა წელიწადში. ეხლა 100,000 დოლარი წელიწადში რო ვისაუბროთ მეგობრებო რას ნიშნავს? აი სადღაც დაწერა მაიცამით. ვეღარ ვყოლობ. მოკლედ ხო, მოკლედ მოკლედ თემა საითი მყავს რომ ტიპმა 100,000 დოლარით იცხოვრა რამდენიმე წელიწადში და რომ ვისაუბროთ ხა ეს 100,000 დოლარი რას ნიშნავს წელიწადში მეგობრებო ეს არის საქართველოში რომ იცხოვრო არ ვიცი თვეში 1000 ლარზე ალბათ რა წელიწადში 100,000 დოლარი რამდენი გამოდის ეს არის 8,300 დოლარი წელიწადში 8,300 დოლარი კალიფორნიაში აი რავი ნებისმიერ გაგუგლეთ რავი ChatGPT-ს კითხეთ რო არა და გადაახურდოვეთ 8,300 დოლარი რას ნიშნავს თვეში სან-ფრანცისკოში რომ იცხოვრო და რას ნიშნავს რამდენია ანუ მაგის ეკვივალენტი რა არის საქართველოში და ნახავთ თუ ტიპი როგორ ცხოვრობდა და რო კითხეს რომ ანუ როგორ ცხოვრობდიო ეს პერიოდიო სან-ფრანცისკოში 100,000 დოლარი და როგორ ზრდებდიო ნუ ძირითადად კომპანიის საჭმელებს ჭამდიო კომპანიაში გაკეთებულ საჭმელებს ჭამდიო და არსად არ გავდიოდიო არც ბარებში, არც მეგობრებთან, არც კინოში, არც სადმე კოფიშოპში და ძირითადად მუშაობდიო ბანზეო და ნუ მის GitHub-ის ისტორიას რო გადავხედოთ ისტორიის, კომით ისტორიის სავსებით დამაჯერებელია, იმიტომ რომ შეხედეთ. Locked in, რასაც ქვია. 2 დღე, 3 დღე. და აი ეს პერიოდი და ეს სავარაუდოდ დიდი ალბათობით ეს არის ის პერიოდი, როცა უკვე Antrofric-თან გადის ტიპი კომუნიკაციებს და აღარ ცალია უბრალოდ კოდის საწიად. ამას შეხედეთ უბრალოდ. და ეს არცაც სხვაგან, მხოლოდ ბანზე. მოდი ვნახოთ 2024 წლის dedication. სრული სიგიჟე. მე არ ვამბობ რომ ეს ჯანსაღია, მე არ ვამბობ ეს კარგია, მე უბრალოდ ამით ვამტკიცებ, რომ hard work always pays off. ამას შეხედეთ უბრალოდ. 2024 წელს ტიპს მხოლოდ 2 დღე, 7 ოქტომბერი და 30 ივნისი, სადაც ნამუშევარი არ აქვს. მხოლოდ 2 დღე მეგობრებო. 23-ში ვნახოთ რა ხდება. აბსოლუტურად იგივე. ნახოთ 22-ში რა ხდება. ახალი დაწყებული აქვს უკვე აქ, მაგრამ ხედავთ dedications და 21-ში ვნახოთ, სად დაიწყო ყველაფერი. და აი სადღაც როგორც მე დავჩეკე, აი აქ დაიწყო ყველაფერი. სადღაც აი აქედან იწყება ბანის დეველოპმენტი. და აქ სხვადასხვა რაღაცეებზე აქ კომიტები. 20-ში უკვე ეს უკვე სხვა სამუშაო, ეს ბანი აღარ არის უკვე ეს ძველია, ირებს აკეთებდა ტიპი, რო დავუყვედით რაღაცა TypeScript-ზე აკეთებდა რაღაცა კორონას აპლიკაცია გაკეთებული. ანუ თავისთვის რაღაცეებს ჩალიჩობდა ძმა, ანუ ხო ხდებით ანუ რაღაცა at build, რაღაცა JavaScript generate JavaScript. არანაირი საქმე არ ქონდა low level-თან. ანუ მისი მთელი ცხოვრება ტიპი, ანუ მუშაობდა რაღაცა JavaScript-ის დეველოპერად, backend დეველოპერად, ხედავთ რომ Vercel-ი, რაღაც Facebook-ი, ანუ Stripe-ი, აი ინჟინერი იყო, უბრალოდ low level-თან არანაირი საქმე არ ქონდა. და დღეს მისი შექმნილი runtime-ი, JavaScript-ის runtime-ი, super low level პროექტია, რომელიც არის ზიგში დაწერილი, არის
Number 1. Ყველას ჯობია, ყველაზე პოპულარულია, ყველაზე წარმადია. ეხლა რა გამოიწვია ამ dedication-მა, მეგობრებო? აი ამ მუშაობამ, ყველაფერმა რა გამოიწვია? გამოიწვია ის, რომ აი რასაც ამ პოსტში ხედავთ, რომ რამოდენიმე დღის წინ, 2 დღის წინ, Antrofreak-მა, რომელიც არის კოლოდი, იყიდა ბანი. რაც იმას ნიშნავს, რომ ჯერედი ეხა არის მულტიმილიონერი, და რავი შეუძლია ვაფშე აღარ იმუშაოს, ან გააგრძელოს მუშაობა და ბევრად უფრო მეტს იშოვის. რას ნიშნავს, შეიძლება ვიღაცას კითხვა გაგიჩნდეთ, რას ნიშნავს შეძენა პროექტის, რომელიც MIT licensed open source პროექტია. ანუ MIT licensed open source პროექტის შეძენა ნიშნავს იმას, რომ ვიღაცა ოფიციალურად ფულს ასხავს პროექტში, აქვს რაღაცა პასუხისმგებლობები. ეს ნიშნავს, რომ უფრო მეტ დეველოპერს აიყვანენ, უფრო მეტ ინჟინერს აიყვანენ და უფრო მეტი ფული ჩაიწყნება ბანის გაკეთებაში. ეს არ ნიშნავს იმას, რომ შეიცვლება წესები, დაყენდება რეგულაციები, ან პროექტი დაიხურება, ისევე MIT license დარჩება, უბრალოდ Antrofreak იქნება ამის ოფიციალური ოუნერი და Antrofreak ჩადებს ძალიან ბევრ ფულს ამაში. და პირველი შედა სავარაუდოდ გაატარებს ხშირ შემთხვევაში. აი მაგალითად ავიღოთ ესეთი რაღაც რა, აი რომ მოვიდა 2 ფიჩერი. ერთი ფიჩერი ამათ ჭირდებათ, ერთი ფიჩერი community-ს ჭირდებათ რა. თუ ძალიან კრიტიკული არ არის community-ს ფიჩერი, ყოველთვის Antrofreak-საც ჭირდება ის დაპრიორიტეტდება სავარაუდოდ. ან იქნება dedicated ინჟინრები, რომლებიც მხოლოდ Antrofreak-ის ნიდებზე იმუშავებენ. აი მას ნიშნავს შეძენა. აქედან გამომდინარე, ველოდოთ იმას, რომ ბანი უფრო მეტად მაგარი runtime გახდება და ხო, ეხლა Antrofreak-მა რატო შეიძინა? ნუ ყველამ ვიცით, რომ cloud code არის CLI tool-ი, cloud code არის დაწერილი TypeScript-ზე, Antrofreak-ის ინჟინერებმა გადაწყვიტეს, რომ აერჩიათ ბანი მათ runtime-ად და მან მოხდა ძალიან საინტერესო რაღაც. ამასთან ერთად გამოვიდა OpenCode. OpenCode თუ არ იცით რა არის, ეს არის coding agent tool-ი, CLI tool-ი. Cloud code-ის მაგივრად მარტო კოლოდზე კი არ მუშაობს და Antrofreak-ის მოდელებზე. ნებისმიერ მოდელი შეგიძლია დაერთო და მიიღებს CLI coding agent tools. ესეც იყენებს უკან ბანს და ძალიან პოპულარულია, მისი პოპულარობის ჩარტი აი გუშინ Prime Game-მა დადო ვიდეო, შეგიძლიათ ნახოთ. აი ძალიან მაღალია რა. და ესეც ბანს იყენებს. ამიტომაც Antrofreak-მა, და ეს OpenCode-ი აბსოლუტურად open source-ია, არ მგონია აქ ვინმე ფულს ასხავდეს, მე მგონია აბსოლუტურად non-profit-ია. აქედან გამომდინარე MIT license-д არის ესეც. აქედან გამომდინარე ამათ არ აქვს ფული. მაგრამ Antrofreak-ს ბევრი ფული აქვს და წავიდნენ და ბანი პირდაპირ იყიდეს, იმიტომ რომ OpenCode-ი სერიოზულ კომპეტენციას უწევს და კომპეტენციაშია cloud code-თან და პირდაპირ რომ მათ კონდეთ მთელი ეს სადავეები, პირდაპირ წავიდნენ და იყიდეს. ეხლა ეს ყველაფერი რამ გამოიწვია? კი, დაემთხვა ეს ეკოსისტემა, დაემთხვა ეს AI-ის მოდელი 2022-ში და 2021-ში ალბათ საერთოდ არ იცოდნენ ჯერედმა, რომ რავი, 3-4 წელიწადში ეს CLI tool-ები იმდენად მოიხოდებოდნენ და TypeScript-ი კიდევ უფრო გაზდიდა პოპულარიზაციას, რომ ვიღაცა OpenAI ან Antrofreak-ისნაირი კომპანიები დაინტერესდებოდნენ ბანის acquisition-ით, ხო? ანუ მაგას ვერ იფიქრებდა. უბრალოდ ტიპმა pure enthusiasm-ით დაიწყო რაღაცის სწავლა, კეთება, გააკეთა ძალიან მაგარი runtime-ი, შემდეგ ვერ ხედავდა ამის რაღაცა დიდ, ანუ რაღაც ტრანსპარენტული არ იყო მომავალი ბანის, ხო? მაგრამ არ ამთავრებდა მუშაობას, აგრძელებდა მუშაობას, აგრძელებდა, თავის კრავს ხვეწავდა და ერთღელაც უბრალოდ ვიღაცა ინჟინერების, ანუ ეხლა Antrofreak-ში რომ ვიღაცა ინჟინერებს რავი გადაეწყვიტათ დენოს გამოყენება, ანუ უბრალოდ Node.js-ი და ბანი არ გამოიყენებათ, ეს ხო არ მოხდებოდა. მაგრამ ანუ შეაფასეს, მიხვდნენ რომ ყველაზე სწრაფი runtime იყო, ყველაზე კაი runtime იყო, შეაფასეს რისკები, შეაფასეს ბენეფიტები, აირჩიეს ბანი და ამან გამოიწვია ის, რომ რამდენიმე ხანში პროტოტიპები მიადგნენ მთლიანი ეს
კომპანია, თლიანი ეს open source პროექტი თავის ინჟინრებით იყიდეს Antrofric-მა და დღეს ჯერადი არის სუპერ მულტიმილიონერი. რა შეგვიძლია ჩვენ მოკვდავებს, ჩვეულებრივ ტიპებს აქედან დასკვნა გამოვიტანოთ. აქედან დასკვნა შეგვიძლია ის გამოვიტანოთ, რომ მეგობრებო, რაღაცის კეთებას რო ვიწყებთ. თუ ეს მოგწონთ, ხო? ანუ არ დაანებოთ ამაზე მუშაობას თავი. იმუშავეთ და ანუ hard work always pays off, რა. თუ სწორ რაღაცაში ხარჯავთ დროს. ერთი ამბავია როგორ მიხდეთ სწორ რაღაცას ხარჯავ დროს თუ როგორ არა, მაგრამ უნდა დახარჯო არასწორ რაღაცეებშიც დრო რა. ტყუილა უნდა კარგო დრო რა. ეს მოგცემს საშუალებას, რომ გამოიმუშაო ის სკილი, რომ მიხვდე, როდის არის დახარჯული დრო. სწორი და როდის არასწორი. და მე რაღაც სენსივი გამოიმუშავებთ და მიხვდებით, რომ არა ამ პროექტზე ბევრი დროის დახარჯვა უბრალოდ ნონსენსია, ტყუილა დავყარგავ დროს. ეს თუ არ დაუშვია შეცდომები, დატკბილად ჯერაც აი უამრავი პროექტი აქვს ეგრე შეცდომით დაწყებული, დრო დახარჯული, დაფეილებული. ხო? აი ეს არის წმინდა მაგალითი, როგორ შეიძლება pure enthusiasm-ით ტიპმა, აი წმინდა ენთუზიასტური მიდგომით ტიპმა რაღაც პროექტი დაიწყოს, მე მულტიმილიონერ კომპანიას მიყიდოს. არ ვიცი, ამაზე მაგარი ისტორია, რა უნდა მოისმინო, როგორც პროგრამისტმა, როგორც ინჟინერმა, რომ мотиваცია და ინსპირაცია გაგიჩნდეს, რომ რაღაცები აწყო. და გააკეთო. არ ვიცი. მოკლედ ეს იყო მეგობრებო, ამის თქმა მინდოდა, რამდენიმე დღეა ძალიან ჩართული ვარ მოკლედ ამ ბანის ამბებში და ძალიან მიხარია ამ ადამიანის წარმატება და ზოგადად ესეთი ისტორიები ძალიან მისწორდება მომწონს და მავსებს ხოლმე ინსპირაცია ჩემთვის. ყველაზე გადაობა რა არის ცით? ბანის ხო, სანამ დავიშლებით. ბანის სულ პირველი კომიტი რო ნახოთ, სულ პირველი კომიტი. ეს არის 2021 წლის ჯერედის კომიტები ნახოთ და ეს არის 2021 წლის მეგონი აპრილი. all in ან კომიტმენტს ჭირს დააკვირდით უბრალოდ. ანუ ეს არის ძალიან საინტერესო კომიტმენტს all in a day's work. AOSKDB, okay, WAP. ასდას ეს სავარაუდოდ CI/CD სატრიგერები და კომიტებით. WIP, alrighty. WIP. Coding mines, STMTS, lots. ანუ ტიპი, ანუ აქ ეთყობა რომ ტიპი უბრალოდ სასწავლად ქონდა გადაწყვეტილი ამ პროექტის გაკეთება. არანაირად არ ქონდა აქ 2021 წლის 26 აპრილს ხა აი ამ WAP-ს რო აკომიტებდა, არანაირად არ ქონდა განცდა იმის რომ აი ეს პროექტი 5 წლის მერე ამ პროექტს 4 წლის მერე იყიდიდა Antrofric მილიონებად. WIP შეხედეთ უბრალოდ. if ან მაგარია ხო? და ეს არის სუპერული კომიტი მეგობრებო. 21 აპრილი 2021 წლის 18 აპრილი wood და რაღაცა ფლეგები აქვს დამატებული, JavaScript-ის keyword-ები აქვს დამატებული, zig build-ი აქვს შექმნილი, რომ დაბილდოს პროექტი. ძალიან მარტივი რა, VS Code-ში აქვს დამატებული მარტივად დაბილდოს zig-ის პროექტი. აი ეს არის, აი მეგობრებო. აი, შეხედეთ. აი აქედან დაიწყო ამ ფაილებს ხო? ხედავთ, რამდენი ფაილი აქვს დაბილდული, რავი. 3 zig-ის, 4 zig-ის ფაილი აქვს და დანარჩენიანი VS Code და Git-ი. 4 ფაილი, მეგობრებო. პირველი კომიტი. აქედან დაიწყო ყველაფერი და ტიპმა 4 წელიწადში მულტიმილიონერი გახდა აი ამ ყველაფრის მერე. განსხვავება ისე რომ მან არ დაანება, არ დაასრულა ამაზე მუშაობა, არ დაანება თავი, full time job-ი არ უპოვია მეორე. სჯეროდა მისი კრაფტი, სჯეროდა რაც საწყობდა და დღეს ჯერედი არის სუპერ მულტიმილიონერი. მოკლედ ეს იყო მეგობრებო და აბა, კარგი დღე. შემდეგ ვიდეომდე.